ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის მიწურულს 380-იან წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები მოხდა. ირანსა და აღმოსავლეთ რომის იმპერიას შორის დადებული ასილისენეს ზავის შედეგად სომხეთის დიდი ნაწილი ირანის მმართველობის ქვეშ გადავიდა. ამ დროსვე განმტკიცდა ირანის მმართველობა ივერიაზეც. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარ პოლიტიკურ გავლენებზე ამ სამეფოსთან მიმართებით. ამ მოვლენების შედეგად კავკასიის ალბანეთი გარკვეულწილად ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ირანის დახმარებით შეძლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სომხეთის მმართველობის ქვეშ მყოფი უტიქის და არცახის, ეს უკანასკნელი დაახლოებით დღევანდელი ყარაბაღის ტერიტორიას მოიცავდა, პროვინციების მიერთება. ზოგიერთი მოსაზრებით ამ ტერიტორიების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი უტიქის ტერიტორიას, კავკასიის ალბანეთი ძველადაც აკონტროლებდა და შესაბამისად ამ ტერიტორიების ნაწილი ალბანეთმა უბრალოდ დაიბრუნა. მე-4 საუკუნიდან ალბანელთა სამეფო უკვე მტკვრის ორივე მხარეს არსებულ ტერიტორიებს აკონტროლებდა და მე-5 საუკუნეში ალბანელებს დედაქალაქი მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარე ქაბალადან მტკვრის მარჯვენა მხარეს, უტიქის მხარეში არსებულ დღევანდელ ქალაქ განჯასთან მდებარე ქალაქ პარტავში, იგივე ბარდაში გადააქვთ. ეს ასევე განპირობებული უნდა ყოფილიყო ქაბალაზე ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომების გახშირებული თავდასხმებითაც. მე-6 საუკუნეში ქალაქ ჩორიდან პარტავში ასევე გადადის ალბანეთის ეკლესიის საკათალიკოსო ტახტიც. კავკასიის ალბანეთის სამეფო სხვადასხვა პერიოდში ასევე გარკვეულ კონტროლს ახორციელებდა მის სამხრეთით მდებარე ბალასაქანზე, იგივე ბალასაგანზე. მაგალითისთვის, დაახლოებით მე-5 საუკუნეში მოღვაწე ალბანეთის კათალიკოსი პანდის საპატრიარქო ბეჭედზე, დამღაზე, გაკეთებულ ირანულენოვან წარწერაში, ეს კათალიკოსი ალბანეთისა და ბალასაქანის დიდ კათალიკოსად იხსენიება. ეს დამღა ახლა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. როგორც უკვე ვახსენე, ბალასაქანი კავკასიის ალბანეთის სამხრეთით. ამ სამეფოსა და ირანს შორის არსებული სამთავრო იყო. ბალასაქანი დაახლოებით დღევანდელი აზერბაიჯანის სამხრეთი ნაწილია. ამ მიწების მმართველობა ხელიდან ხელში გადადიოდა. მას ხან უფრო დიდი ავტონომია ჰქონდა, ხან პირდაპირ ირანი აკონტროლებდა, ხან სომხეთის სამეფო და ხან კავკასიის ალბანეთი. რეგიონის პოლიტიკური რუკიდან, როგორც ცალკე აღებული პოლიტიკური ერთეული, ბალასაქანი მე-5 საუკუნიდან ეტაპობრივად ქრება. მადლობთ ყურადღებისთვის. დღეს კავკასიის ალბანეთის სამეფოს ადგილმდებარეობაზე მოგიყევით. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ უშუალოდ კავკასიის ალბანელებზე. ვინ იყო ეს ხალხი? რა ვიცით ამ სამეფოში მოსახლე ტომების შესახებ? რა ცნობებს გვაწვდიან მათზე ანტიკური პერიოდის თუ შუა საუკუნეების მემატიანეები? ამაზე შემდეგ ვიდეოში.